კიდევ ერთხელ გამშვიდობისა პირდაპირ ეთერში მედია კავშირი ობიექტივი. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია და ჩემი გადაცემის მეორე ნაწილი სტუმარი გახლავთ ქართველი გამომძიებელ ჟურნალისტი, ანუ ინვესტიგეიტორი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ენაზე. ბატონო. გიგლა გობეჩია. მოგესალმები გიგლა, მოგესალმები, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მე ვესალმები თქვენს მაყურებელს. და ვიცი, მომზადებული მოხვედი. ჩანაწერებით. კი. და საქმე შეეხება სწორედ იმ ინვესტორს და იმ კომპანიას, რაზეც ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი. პირველ რიგში თვითონ თემა, ეს პრობლემა, ორი ძირითადი პრობლემაა წინა ნაწილშიც თქვი. ძირითადი პრობლემა კი არა, ტრაგიკული ვითარებაა. ერის გადარჩენა, როგორც ერის, იმდენად ცოტანი დავრჩი და იმდენად ნაკლებია შობადობა სიკვდილიანობაზე და სამშობლო მიწების გაყიდვა და ჩვენ ცოტავდებით, საქართველოს ცოტავდება, პატარავდება და ეს არ უნდა დავთმოთ. მოვიდა ალბათ დრო, რომ ის შუა გაკრეფილი ავითვისოთ, რაც ასე ხელოვნურად და ოსტატურად გაკრიფა ბატონმა ივანიშვილმა რა. აღარ არის ამის დრო, არც რაღაცა პოლიტიკური შეხედულებების ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გადასარჩენი ყავს ქართველი ერი და საქართველოს მიწა-წყალი. კი ბატონო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის, ამ საშუალებისთვის. ვეთანხმები შენს პათოს აბსოლუტურად. დღეს უკვე პარტიულებად დაყოფის დრო ნამდვილად აღარ არის. ჩვენ მე ამ შემთხვევაში არა მხოლოდ როგორც ჟურნალისტი გამომძიებელი ვილაპარაკებ და შევეხებ იმ ფაქტებს, რაც ზედაპირზეა და რატომღაც ამაში კმალავენ, არამედ ვისაუბრებ პირველ რიგში იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღო ქართველთა დიდმა გაერთიანებამ. ეს გახლავთ შეიძლება ზოგიერთმა თქვენმა მაყურებელმა ეს არ იცის, ეს გახლავთ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა. კი, ჩემთან იყვნენ ბატონი და ვიცი რომ იყვნენ, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებ, მეც გახლავთ ერთ-ერთი ამფუძნებელი და ჩვენ რამდენიმე დღის წინაც სოციალური ქსელით გავაკეთეთ ოფიციალური განცხადება, ხვალ 4-ვე და ჩვენი სათათბიროს წევრები შევიკრიბებით და ასევე გავაკეთებთ მხარდაჭერ განცხადებას, რომ ზეგ ჩვენ მოვდივართ თქვენს აქციაზე. 4 საათზე რასაც აკეთებს, დიახ, მე მქონდა ჩემთან კომუნიკაცია რამდენიმე ათეულ ჩემს, ასე ვთქვათ, თანამებრძოლს და ჩვენ თვლით, რომ ჩვენ აქ პარტიულ მიდგომებზე მაღლა უნდა დავდგეთ, ესა ჩვენ მივალთ 7 დეკემბერს დანიშნულ მიტინგზე, სხვებსაც თუ ექნებათ იქაც მივალთ, დავდგებით ჩუმად, გავაპროტესტებთ ამ ყველაფერს, დავსვამთ შეკითხვებს, თუ მოგცემენ ამის უფლებას, სიტყვასაც ვიტყვით ბუნებრივად და პოზიციას გამოვხატავთ. ეხლა რაც შეეხება საკითხს. საკითხი დიდი ხანი არ არის რაც აგორდა და პირველ რიგში ჩანს რა პრაქტიკულად ამას მოყვა საზოგადოებრივი აზრის, ქართული საზოგადოების ორად გახლიჩვა. ანუ თქვათ, პატარ-პატარა მასშტაბებით ქართული მიწების გაყიდვის ფაქტები დაწყებულია და გრძელდება უწყვეტად მთელი ამ 33 წლის მანძილზე. ბოლომდე არ აქვს დადასტურებული ინფორმაცია, მაგრამ არის ინფორმაცია და იძებნება ეს მასშტაბები, რომ დაახლოებით 6 ნიშნა ციფრებში გამოიხატება იმ ჰექტრების ოდენობა, რომელიც უკვე უცხოელებზე გასვისებული. მე ხა არ ვგულისხმობ მხოლოდ ერთი რომელიმე ერისა, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ეს? ვიზზე გავცელდება, რაზე გაკეთდება და როგორ იქნება ეს ყველაფერი. საუბარი არის დაახლოებით იმ რესურსზე, რომელიც საქართველოს გააჩნია, მთლიანად არის 515,000 ჰექტარი მიწა და ამ დროს დაახლოებით 100,000-ზე მეტი გაყიდულია, გასხვისებულია და ასე შემდეგ. ეხლა ამას ემატება ახალი 8,500,000-მდე კვადრატული მეტრი მიწა, ისე რომ მოაზროვნე ქართულ საზოგადოებას მართლაც ბევრი შეკითხვა აწუხებს. პირველი, რატო არ არის პროექტი გამჭვირვალე? რატომ არის მიჩქმარული საკითხები? ამის როცა ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის რესურს როგორც მიწა ეხება და ძალიან ფაქიზი თემა ეს, აქ ყველაფერი მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალედ.
არ არის ეს არაფერი. მე ყურადღებით მოვისმენე ბატონი პრემიერის გამოსვლა პარლამენტში, სხვა შეხვედრები, სხვა ეთერები, მოვისმენე, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული გამправებულებს ამ ყველაფრისას, მაგრამ კითხვები ჯერჯერობით არ ამოწურულა, ძალიან ბევრი შეკითხვაა და ეს კითხვები მოითხოვს სწორი პასუხის გაცემას. ეს 850 ჰექტარი მიწა ჩადებულია თუ არა და დასტურდება დოკუმენტებით, რომ ჩადებულია. ანუ 1/3 იმ ქართული მხარის რაც არის, ვთქვათ, ხომ? 33.0% რო არის წარმოდგენილი, აქ სწორედ ქართული ამ კაპიტალში, ამ ერთობლივი საწარმოს კაპიტალში ჩადებული არის ქართული მიწა, ეს რესურსია ჩადებული. 1/3 ეს პატარა ელემენტარულმა გამოძებამ საჩვენო, 1/3 არის მაგალითად იმ ინვესტორი კომპანიის, ასე ვთქვათ, იმიჯში ჩადებული, ანუ ჩათვლილი ეს იმიჯად. მაგრამ ესეც ეხა სხვა რიგი მთელი რიგი დარღვევებია, მაგრამ ამას არა აქვს ეხლა არსებითი მნიშვნელობა. მაპატე გაწყვეტინებ, უბრალოდ მინდა წარუდგინო მაყურებელს და მსმენელს, ბატონ რამაზ საყვარელიძე შემოგვიერთა, ღამიშტობისა ბატონო რამაზ, დააგვიანეთ. გეძებდით. სათობების ბრალია ალბათ, ხო? ჩრდილში ხართ შედარებით და გამომრჩა. ვერ მოაგენით ტელევიზია? ხო. თორე პუნქტუალურად მოვედი. ბატონ რამაზ, მოვუსმინოთ ბატონ გიგლას და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრიც ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, პირველ რიგში მივესალმები ბატონ რამაზ, ჩემი უდიდესი წლების მანძილზე, ჩვენ ვიცით. და გავაგზავნებ ჩემს მოსაზრებას. მოკლედ, ძალიან საეჭვო, აი 2.2 მილიარდ დოლარი დააქვს თავიანთი რეპუტაციული, ასე ვთქვათ, რეპუტაცია შეფასებული, იმიჯი შეფასებული და ეს არის განვითარებული ამ ყველაფერში. დიახ, ჩადებულია ყველაფერი. და ეხლა შევეხოთ რას. კი ბატონო, ეს MR არის ცნობილი კომპანია, დეველოპერი, რომელიც ცნობილია თავისავე ქვეყანაში იმ რაღაც აუცილებლების აშენებით, რომელსაც წლები მოუწევს, მაგრამ თვითონ Eagle Hills-ი ძალიან საერთოდ გამოიყურება ბევრ ქვეყანაში. მას ერთდროულად პრაქტიკულად, აი ძალიან მოკლე პერიოდში. ჯერ ერთი 11 წლის ისტორია, 2015-ში დაფუძნებული. მეორეც, სადაც კი დაიწყო პროექტები დაახლოებით 16 ქვეყანაში ეს მათსავე ვებგვერდზეა ყველაფერი, მაგრამ ეხლა მე მათი ოპონენტების ვებგვერდებით ვნახე და კიდე სხვა რესურსები გამოვიყენე ამ ყველაფრისთვის. იქ ჩანს რომ დაახლოებით 800-მდე ობიექტი აქვს ჩაბარებული. პროექტზე არ არის საუბარი. პროექტი არც ერთ ქვეყანაში არ არის დასრულებული. ეხლა გამოწვევები, რომელსაც ეს პროექტი ხორციელდება. პროექტი, ესე იგი, ახლა ჩვენთან პროექტი, ეს არაბული პროექტი რო ხორციელდება, ვთქვათ, ორ ადგილას, ვთქვათ, ლოკაციაზე როგორ დღეს ამბობენ, ხო, მაგრამ ორი ადგილას, ხო, გონიერში და აგერ წანიში, თბილისში, ეს მოიცავს უზარმაზარ მშენებლობას, მთელ, ასე ვთქვათ, კასკადეა, ბინების, ოფისების, ასტუმრობის და ყველაფრის და აქ არის თითეული ობიექტი, ანუ დაახლოებით 20,000-მდე ობიექტი უნდა აშენდეს. ამ კაცს ამ 10 წლის მანძილზე ყველგან სადაც დაიწყო ამის განხორციელება 800 ობიექტი აქვს ხოლო ჩაბარებული. მე შემიძლია წაგიკითხო, სად არის ეს ობიექტები? ეს უკვე გამოქვეყნდა ქართულ პრესაში, თვითონაც უდევთ თქვა ეს განხორციელებული ობიექტები და ხოლმე ერთი წამით თვითონ დუბაიში, ასე ვთქვათ, თავიანთ ხალიფათობაში, სადღაც ფუჯაირახი თუ რაღაც ეგეთი ის არის 172 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აქვს და რამდენიმე მცირე ზომის საცხოვრებელი რეზიდენცია, ანუ აპარტამენტი ეგრეთ წოდებული, ხო? საოფისე. ბელგრადში 2 ობიექტი აქვს. ცნობილი 220 აპარტამენტია სულ აშენებული, ანუ 220 შენობა ისა და ის ცათამჯენი რომელიც აქვს და ხელშეკრულებები ამ იმას რა ქვია Eagle Hills გაფორმებული აქვს ერთდროულად მარტო აი ბოლო 4-5 წლის მანძილზე 4 სახელმწიფოსთან
თანხები საკმაოდ ზოგან მცირეა, ზოგან მასშტაბურია. მაგალითად, ინდონეზიაში 3.8 მილიარდია დაახლოებით. უნგრეთთანაც 2024-ში დადებული ხელშეკრულება, იქაც 5 ან 6 მილიარდის მოცულობის არის. საქართველოში 6.6 მილიარდია. ალბანეთშიც დაახლოებით ასევე ეგვიპტეში 60-65 მილიონის იყო და არის წინააღმდეგობა ეგვიპტეში. წინააღმდეგობა ალბანეთში. რაში გამოიხატება წინააღმდეგობა? გეტყვით ახლა მოგახსენებთ. წინააღმდეგობა ალბანეთში, წინააღმდეგობა სერბეთში, წინააღმდეგობა ინდოეთში და ძალიან სერიოზული. რაში გამოიხატება? გამოიხატება სწორედ იმ შეკითხვებში, რომელსაც გონიერი ქართული საზოგადოება სვამს. რა არის ეს თანხა, ეს 6 მილიარდი ინვესტორის მიერ ფული შემოაქვს? თუ ეს ის ჰაერზე გაყიდული ბინები და ეს მოძიებული სახსრები, ანუ სესხები, რომელსაც მსოფლიო მოსახლეობისგან ან მყიდველებისგან აიღებს და მე ან განახორციელებს ან არა. თან ნახეთ, ზოგიერთ ქვეყანაში 10 წელია დაწყებული, ბოლომდე მისული არ არის არსად. ინდოეთში პოლიციის სამართალდამცავ სტრუქტურებთან პრობლემა აქვს. 2100 კაცი უჩივის მოჰამედ ალაბარს ინდოეთში. იმაში აკვე ალბანეთში 3000 პიროვნებაა უკვე და სერიოზული. ალბანეთის რა ქვია პარლამენტის ერთ-ერთი ხრჯა თუ რაღაც ეგეთი გვარი აქვს, შემიძლია მოუძებნეს, მაგრამ არ მინდა ხა დავწვიმამდე, იძებნება ეს ინტერნეტში არ არის პრობლემა. ოპოზიციონერი პარლამენტარი გამოვიდა და ალბანეთში ისე გართულდა სიტუაცია, რომ პრემიერ-მინისტრი ერთი პერიოდი სერიოზულ სკანდალს გადაურჩა. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, ხოლო ერთ-ერთი მისი მოადგილე ან ვიცე-პრემიერი, საერთოდ ეს არის. ამიტომ საერთოდ ისა რა გადადგა? არა, გადადგა კი არა, გაქცეულია. გაქცეულია. ზონაშია. აი მაგალითად ერთ-ერთი თარგმნილი მასალა, რომელიც მე მოვიძიე, ალაბარი ალბანეთთან წყვეტს დურუსის პორტში ჩადებული 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას, გაყვედული ასობით ბინის ბედი გაურკვეველი. ეს მარტო ალბანეთში. იგივეა იქაც. ხა მე რამდენიმე გამოსვლაში დავსვი ეს საკითხი. ბატონებო, ხო არ ტყუდებით რაღაცაში. რატო გონიათ რომ თქვენი ეკონომიკის მინისტრი, რომელიც მხოლოდ ეგრეთ წოდებულ პარაზიტული ეკონომიკის სფეროს წარმომადგენელია და შეიძლება და მოტყუებული იყო ან თვალებს ხუჭავენ რაღაცაში აშკარად საქმე, რაღაცა ისე ვერ არის როგორც საჭიროა. მე საერთოდ არ ვეხებე ამ წუთას იგლჰილსსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას და როცა მიწებს ეხება საუბარი, იქ ხელისუფლება ვალდებულია რაღაცები აქვეყნოს და გამჭვირვალე გახადოს. ეხლა მე ერთი გამოვთქვი კიდეც შოთა ბერიკელაშვილი არის საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე და იწონებს რომ აი ჩვენ გამჭვირვალეები არ ხართ ბატონებო გამჭვირვალეები სად არია გამჭვირვალეობა კითხვები რჩება პასუხები არ გვესმის ვერ ვღებულობთ ამ პასუხებს და ვინ არის პასუხისმგებელი აი თქვი რომ 10 წლის მანძილზე ბოლომდე დასრულებული პროექტი ობიექტებს არ გულისხმობ თქვი მე ეს პროექტი არ არის არსად განხორციელებული უფრო მეტიც იმაში ესე იგი ობიექტები აშენებულიც არ არის დიახ და ესე იგი 30 წლის მანძილზეა სერბეთში მაგალითად გაწერილი ეს ყველაფერი 30 წლის მანძილზე ვინ იღებს საქართველოს იმის პასუხისმგებლობას რომ რაღაცა რო დაშავდეს მოხდა თქვათ რაღაცა ეკოკატასტროფა ტექნიკური კატასტროფა რაღაცა ატყდა კიდე რაღაცა მოხდა ვისი ეს მიწები იმ ერთობლივ საწარმოში რა ფორმით არის ჩადებული ვიღაცა ხონდა გვითხრას მით უმეტეს ეგეთი სათუთი და ეს არის დამოკიდებულება გვახასიათებს ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე იმ ერთან იმ ერის წარმომადგენელთან რომელიც ამის განხორციელებას აპირებს მე ვნახე ახლა უკვე საქართველოს საპატრიარქოს ზოგიერთი ეპარქია ასე ვთქვათ უკვე აღიმაღლა ხმა და დაიწყო დასვა შეკითხვები გვითხარით გაგვეხსენეთ იქნებ მოვდივართ პატრიარქის იქნებ ვენდობი ჩვენ ახლა ჩხუბისთვის კი არ ვამბობთ ამაზე რაღაცებს ახლა შენ რომ მეუბნები რომ ვთქვათ უნდა გავიდეს ეს და ყველაფერი მოწესრიგ აი თქვათ არ არის ჩვენ ხომ ვნახეთ ბოლო 30 წლის მანძილზე ბატონ რამაზ რამდენჯერ მოგვატყუეს რა დაპირებები აღარ იყო შევარდნაძის ჩამოსვლა და ავშენდებოდი მასთები გვინახია ხო
გვინახი ეს ბევრი ვთქვათ. იგივე ეს პრემიერ-მინისტრები ახლა რომელებიცაც დასდევენ და თქვათ ზოგი ციხეში ყავთ, ზოგს ფული მიატანინა, გახდა. ვინ არის? სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა? ხომ მეთანხმებით არა? ახლა ჩვენ მოსწრები ვართ იმ დროს, როცა მაგალითად სკოლაში მასწავლებელი რაღაცას რომ დააშავებდა, სკოლის დირექტორს სიტყვოდ რაღაცა პასუხისმგებლობას აკიდებდნენ, ან რაღაცა დიდი პრობლემა რომ მოხდებოდა რაიმში, აი კონსტიტუციას ათავისუფლებდნენ, გადაყავდა. სად არის? 33 წელია უყურებთ მუდმივ ტყუილებს ყველა ხელისუფლებიდან, დააკარგა ქართულმა ხალხმა ამათი ნდობა. მე ხა გონიერი ეკონომისტებს მოусმინე, შევხვდი სპეციალისტებს, ველაპარაკე გამოძების პარკებში რაღაცა, სასწაულებს იზახენ. დიდი საჰაერო ბუშტია ეს ყველაფერი. მოდი ხა მოусმინეთ ბატონ რამას. ბატონ რამას ეს მართლა ძალიან ისეთი თემაა სენსიტიური. საქართველოს არაბული თემა არის არაბული და ეს აი ხო გაირკვა და სხვა შორის მეც ვიცოდი რომ იქ რაღაცა ბევრი პრობლემები ქონდა სხვადასხვა სახელმწიფოში ამ კომპანიას. აი რატო ხვდებით ამას საქართველოში კუდის ქიცინით? იცით როგორი შეურაცხყოფილი ვარ? მე ვერ შევედავები, ვერ დავეთანხმები. ხო ეს არის ამბობლები გამოძიებას, რაც ჟურნალისტურ გამოძიებას მაგრამ ნახეთ, აი როგორც კი, აი სანამ ჩვენ კობახიძე პრემიერ-მინისტრი გვეტყვის რომ იქ არის გრიფით საიდუმლო, კომერციული საიდუმლოება, აი ეს ყველაფერი ხო უფრო გამწვავდება ადამიანებს უჩნდებათ კითხვა, რატომ უნდა იყოს საიდუმლო, კომერციული საიდუმლოება, როცა ჩვენივე ქვეყანაში ქართველები მე არ გულისხმობ მხოლოდ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას. ქართველები ვართ უკვე უმცირესობაში, როცა ეს ჩვენი მიწები ისე იყიდება, აგერ ვაჟა ოთარაშვილი წლების განმავლობაში ამაზე ჩვენ გადაცემები მიყვა და დოკუმენტებით ეს ჭორის დონეზე არა, ხო, სასამართლო პროცესები და ბოლოს მოიგო ბატონმა ვაჟამ ის სასამართლო პროცესი. აი რისი თქმა მინდა, თქვენ როგორ ფიქრობთ, დღეს ეხა ღირს ეს 6 მილიარდი, საერთოდ სამშობლო რა ღირს? ღირს საერთოდ რამე? საკითხში ჩახედული ვარ თქო ვერ გეტყვით. მით უმეტეს ფსიქიატრი რამეს საყვარელიძე და პოლიტოლოგი რა სიტყოდა აი ამ სიტუაციაში? მაგ კუთხიდან მოგახსენეთ. დიახ. ზოგადი რაღაცა მონახაზი, რომელიც თვალსაცემი შეიძლება რაღაც ვერსია შეიძლება იმ ზოგადიდან გამიჩნდეს. დიახ. კერძოდ ლაპარაკი დაიწყო არაბული ინვესტიციის შესახებ. ამ დროს არსებობს რაღაცა თურქული ინვესტიცია არის შემოსვლა, თურქული ფაქტორით შემოდის. შეხარჩემი ბატონი ჩინურს ველოდებით იმისთანაც, რომ შეიძლება ესენი გაიტანოს ყველაფერი. ინდური. ინდოეთი ხო? წნორში და იმაში ესეთი ამბებია სასწაული. შეიძლება, აი, პირდაპირ არ ვიცი, ვიცინო ვიცი. ტირილის გარშემო. კი ბატონო. და ვაწყდებით ამ სიტუაციას, რომ ამ პაზარა ქვეყანაზე გადადის ეს ეკონომიკური ხაზები ბუნებრივია ქვეყანაზე. ანუ ჩვენ ინტერესებს მოიცავს. თურქეთზე ხმა არ მოგვიღია არასოდეს. რატო ჩვენ ამოვიღეთ ხმა? არა, თქვენზე არ არის ლაპარაკი. ზოგადად ამბობთ, ესეთი გართულება არ ყოფილა? ასეთი რეაქცია მწვავე როგორც არაბულზეა, თურქულზე არ გქონია. რუსულზეც არ გქონია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს დაუთმეს ომის მერე განსაკუთრებით ობიექტების დიდი ნაწილი. ახლა თუ ომის ნაცებმა გადაულოცეს. ხო, მაგაზე ხო მესმის. ომის შემდეგმა პერიოდმა გამახსენა თურქეთის ამბავიც, რა მოქალაქეობა მისცეს. რეაქციები არაფერზე არ გქონია და არაბეთზე გვაქვს ახლა რეაქცია. ხომ არ არის ეს რეაქცია ამ არაბული კაპიტალისტ ფაქტორის კონკურენტების წახალისებული. კარგი, მაშინ მე გიპასუხებთ ახლა და მე გიგლა. ნახეთ, ერთი ბატონო. თურქეთსაც და რუსეთსაც კავკასია თავისად მიაჩნიათ.
მალე ჩინეთი რო შემოვა, ისიც სიტყვის ჩემიაო. ირანზე აღარ ვლაპარაკობ, რუქებს აქვეყნებენ კავკასია როგორ იყო. ინდოელებსაც პრეტენზიები გაუჩნდა. ალბათ. ასეთ დღეში მყოფი ქვეყნისთვის, რომელი სტრატეგია მისაღები, ჩაკეტოს თუ გახსნას. დაიცა, ვახ. გისმენთ? არ მისმენთ. ჩაკეტოს პრინციპი ჯერთი რამდენად მომგებიანია გზაჯვარედინის ქვეყნისთვის ეგ სხვა არის, მაგრამ უკვე გვიანია, ჩვენ უკვე შემოუშვით ვიღაცაები. მერე ამ ვიღაცაებს ვინ შეებრძოლება, ჩვენ? თურქულ ფაქტორს და რუსულ ფაქტორს, ეკონომიურს ჩვენ შევებრძოლებით? ხომ არ არის აზრიანი არაბები შეებრძოლებია? მაგის თქვა. ხო და ხომ არ არის აზრიანი, რომ ასეთი ჩანაფიქრით ვიხემძღვანელოთ, ეხლა ხელისუფლება რით ხელმძღვანელობს ამაზე არ ვლაპარაკობ, მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში, რომ ვინც შეიძლება შემოვიდეს და მერე ერთმანეთთან იჭიდაონ. შეგვიძლია გიპასუხოთ, რაც შეეხება ქართული მიწების გასხვისებას ნებისმიერ ერზე, რაც შეეხება იმ ობიექტების გასხვისებას რუსეთზე, რაც სააკაშვილის დროს დაიწყო. აი ამან ყველაფერმა შექმნა წინააღმდეგობის მოძრაობა ბატონო რამას და რომელი წლიდან 2000 არ ვიცი, რომელი წლიდან 10 წლიდან ამაზე იყო საუბარი. რისი თქმა მინდა იცით რომ ეს უკვალოდ არ წასულა. ჩვენ ყოველთვის ვაპროტესტებდით და ეხლა თუნდა ვინანოთ, იმიტომ რომ თან როგორი ვითარებები ხდებოდა საქართველოში, ხო, პარალელურად პოლიტიკური, შიდა სიტუაცია როგორი იყო, მაგრამ ეს რეაქციის გარეშე ნამდვილად არ დარჩენილა ბატონო რამას, იმიტომ რომ ალბათ გიგლად ამეთანხმები, ყოველთვის ჰქონდა ჩვენ ამაზე მაქსიმალური პროტესტი, აგერ თურქეთისაცის წინააღმდეგ ბათუმში იყო მრავალათასიანი მიტინგიც გაიმართა, მაგრამ ნახეთ ერთ რაღაცაში გეთანხმებით, რომ ჩვენ აი ვერ დავიცავით ბათუმი. ისეთი რაღაცები ხდებოდა სულ საქართველოში და ეხლა უკვე თქვენ თვითონ თქვით, ნახეთ ჩინეთი აპირებს შემოსვლას, ინდოეთი, ირანი, თურქეთი და ეხლა ეს არაბები და ესენი რო ერთმანეთს შეეჭიდებიან საქართველოში. ხო? და მრავლად ისა რა ქვია, დასახლდებიან. მერე ჩვენ ვინ შეგვეკითხება საერთოდ საქართველოს და ჩვენს ერს, ჩვენს ეროვნებას. არ ვიცი, აი ეს ყველაფერი ფულით შეიძლება, აი მერე ისეთი კაი ცხოვრება იქნება. მითხარი გამოსავალი. ნინო, მითხარი. მე პროტესტი არ მინდა. გამოსავალი მინდა. პროტესტი არ უნდა, გამოსავალი უნდა. მშვენიერი მიდგომაა ბატონო რამოს გეთანხმებით აბსოლუტურად, პროტესტი არავის არ უნდა. უბრალოდ თქვენ ბრძანეთ რომ საკამათოდ არ ვამბობ რა თქმა უნდა, თქვენიც ჩემი დამოკიდებულება და ყველაფერი. აი იმაზე პროტესტი არის. პიროვნულად მე ყოველთვის მქონდა პროტესტი. ნებისმიერ ინვესტიციას, რომელიც მიწით იწყება, იმას ყოველთვის უყურებ. და საზოგადოებრივი პროტესტიც იყო. ეხლა ნახეთ მთელი 50 წლის მანძილზე ვთქვა, 1, 2, 3. ბახტრიონი როგორ მოხდა? ბახტრიონი მოხდა ბოლოს, როცა ბოლო წვეთი გახდა იქ ქრისტიანი მღვდლის შეურაცხყოფა, ხო? მანამდე რა ისინი ის კარგად იქცეოდნენ, არ იქცეოდნენ კარგად, მაგრამ რაღაცა წვეთმა მიიყვანა ბოლომდე. მე მიმაჩნია და ძალიან ბევრი მყავს გამოკითხული, ვესაუბრები, დიდ საშუალო თაობას, უფროს თაობას, პატარა თაობას, უკვე აი მართლა ყველაში ამოვიდა თან კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება გასხვისებული ქართული მიწების ბეთი. აგერ ქვემო სოფელი ქვემო ჭალა ჩვენში ასე ვთქვათ განსახორციელებელი ჯერ სასამართლომ შეაჩერდა, აგერ ხა 3 დეკემბერს მეორე ინსტანციის სასამართლო იხილავს ბატონი ვაჟა ოთარაშვილის და იმ ორი სოფლის წინარეხისა და ქვემო ჭალის მოსახლეობის. მაგრამ შეჩერებულია, ხო? შეჩერებულია, გაჩერებულია, მაგრამ ისინი ძალიან აგრესიულები არიან და მე ვნახე ჩემი თვალით ქართველთა დიდმა გაერთიანებამ წინა კვირას გამოუფინეთ რუსთაველზე სურათები, გამოუფინეთ იმიდან რა ქვია
ასეულობით დოკუმენტი, რეესტრიდან ამონაწერი, იქ ნიუ-იორკ გრუპზე ვიღაცები და ყველაფრის უგანან უცხოელები, უცხო ტომის წარმოადგენლები, ძირითადად აზილები არიან, მე შევეშვები ხა და კონკრეტებას მარტო არა, ზოგადად ვიძახი. იმაში კახეთის სხვა რეგიონებში ვნახეთ სურათები იმ პროექტების, რომლითაც უნდა აშენებულიყო მათი სასახლეები. სოფელში შიდა ქართლის ჩვეულებრივ ორ სოფელში როგორი პროექტები უნდა აშენებულიყო შემზარავ თქვი კიდეს ერთგან საქართველოს პარლამენტში სამთავისიდან 200 მეტრში და ისეთი სასახლეებია თავზარი დამეცა მე დარწმუნებული ვარ საქართველოს პარლამენტში უამრავი მილიონერი ხო არის მათ არ ექნებათ ეგეთ სასახლეები დარწმუნებული ვარ ისეთ რაღაცები თქვენ ეხლა აღწერთ ავადმყოფობას მე მინდა ექიმი მივდივარ დიაგნოზი ვიცით უკვე მკურნალობას გეტყვით მაგრამ ერთი რაღაცა ვთქვათ, ხო? აი ჩვენი ბიუჯეტიდან, ქართული ბიუჯეტიდან, კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, როგორც ამბობენ, ხო? 800 მეტრის აქვეა ასფალტი არ ეკადრებოდა კაცო. ბეტონის გზა გაუყვანეს, რომ იქ სასოფლო სამეურნეო მიწა, რომელზეც მშენებლობა გამორიცხული, ეს დაუკვალიფიცირეს სხვანაირად, კორუფციის ძალიან დიდი დოზა, მოსულა ამათ ხელში, ეხლა მივიდეთ იმაზე რა ქვია, კურნალობაზე, მაგრამ მარტო ერთი აი სოციალურ ქსელში უკვე ძალიან ხშირად მხდება და ალბათ თქვენ შეხვდებოდათ თელავის რაიონის სოფელ ჯუგაანი აქეთ არის სიღნაღში და იქ ცალკე ტრაგედია, იქ როგორ იქცევიან ეს ეგრეთ წოდებული ინვესტორები, ინდუსები და სხვაები ცალკე თემაა. აი მარტო ერთს ვიტყვი კიდე ეს ერთ დეტალს. დავით აღმაშენებლის გამზირზე ხო არის ამათი კომპაქტური, ასე ვთქვა, თავმოყრის ადგილი. იქ არის მათი ინდური კაფე, ბარები, რესტორნები, პაკისტანური, თურქული, ირანული. ნახეთ აი ეს ეგრეთ წოდებული ეს უცხო ინვესტორები კახეთის და იქიდან მოწეული პროდუქციას მხოლოდ მათგან ყიდულობენ და არა ქართულ მარკეტებში. ნახეთ, ერთმანეთს აძლიერებენ. ეხლა რითი აძლიერებენ კიდე ეს მე მგონი ჩვენთვის ცნობილია. ეხლა ხო, ის ჯოღანის ამბავს ვიტყვი. მოსახლეობა ჩივის ადგილობრივი 140-მდე ოჯახია ჩასახლებული მშვენიერ პირობებში, შემოღობეს რკინის მესრით გაემიჯნენ სოფელს თვისტომს ყველაფერს არა და ეგ ადრე საძოვრები იყო კაცო ხალხი იყენებდა ამას ხო არავის არ ეკითხებიან ეხლა უარესი სიტუაციები ხდება და გორდება ეს ასე თქვა დიდი წინააღმდეგობის კერა იმაში რა ქვია ბალდის კანიონზე ეხლა ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ცნობილია მიდგომა რომ თუ სოფლის ან რაიონის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანხმობა არ არის ისე ცენტრი და მისი ეკონომიკის სამინისტრო ვერაფერს ვერ აკეთებს მე ასეთ ევროპულ მიდგომას მივესალმები ჩემო კარგებო ხო უნდა კითხო იმ ქვეყანას რაღაცას და ვაჟა ოთარაშვილის სიმწრით ამონაგუნესი მახსოვს რა თქვა იცით ჩემს წინააღმდეგ ამ არაბული ინვესტიციის აი სოფელში არაბებს სახლები უნდა ეშენებინათ ან უკანონოდ იქ ხო წინამდე გამოდიოდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო. აი, სად გამოვყოთ თავი? ნუ კარგი, შევეშოთ ახლა წუწუნს რაღაცებს ეხლა გამოსავალს. ბატონო, რამას ჩემო ძვირფასო ადამიანო. ქართულთა ინტელექტუალური პოტენციალის და კაპიტალის შესახებ ჯერ კიდევ შეიძლება საუბარი, ხო? სანამ ეს ჩვენი თაობაც არ წარიხეკება და ეხლა რო ავიღოთ ელემენტარულად იგივე პოსტსაბჭოთა სივრცეში, იგივე ევროპაში, ყველაზე დაბალი განვითარებული ქვეყნებში გამოგონებათა საერთო მასშტაბი და რაოდენობა თქვენ მიცნობთ მე და იცით რომ მთელი 40 წელი ამ ხალხთან მაქვს ურთიერთობა. აი დღესაც საოცარი ექსპერიმენტის მოწმე გავხდი ჩეჩენი კაცის გამოგონების ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩატარდა ეს და ეს ამ კაცს აქვს დაახლოებით 40-მდე, 50-მდე მსოფლიო პატენტი. სხვადასხვა ქვეყნების, ევროკავშირის ყველა პრაქტიკულად ამერიკის პატენტი ცალკე აზიის ზოგიერთი ქვეყნის და მათ შორის არის საქართველოს. დააფრიალებს საქართველოს პატენტს და იხვეწება. ქართულ საინჟინრო ტექნიკურმა პერსონალმა მე ისეთ საქმე გამიკეთა, მე მინდა ეს მხოლოდ საქართველოში გაკეთდეს. ამ დროს ვოლვო ეჩალიჩება, კაი გაგებით რა თქმა უნდა, რომ მიყიდოს და მის წესაში. ამბობს, აქ გავაკეთებ. რადიკალურად სulis ავტოინდუსტრიის იმას, ეგრეთ წოდებული კალოტკები.
რომელიც აი სტრაფი სიჩქარისა, სტრაფი დამუხრუჭების შემთხვევაში, მკვეთრი დამუხრუჭების შემთხვევაში საშინელ ქიმიურ პროცესებს იწვევს ქვეყანაში. ამისი წამომწყები ექსპერიმენტები ჩატარდა მანქანებს წამოაცვეს უკვე თბილისში დადიან ესეთი მანქანები და სასწაული შედეგებია დაფიქსირებული. კაცი იხვეწება გამაკეთებინეთ საქართველოში ამის ინვესტიცია და მოვიზიდავთ თანხას ყველაფერს და აქედან წარმოებას ავაწყობთ. ეხლა ოპონენტები არაფერს არ ეუბნებიან, არც იღებენ, არც მოქალაქეობას არ აძლევენ. შვილები აქ ჩამოიყვანა. ჩეჩნეთის პრეზიდენტის ის იყო რა ქვია ჯოხარ დუდაევის თანაშემწე. გიждდება საქართველოს აქ უნდა ამის გაკეთება იხოს ბიჭო ასეთ შეუწყოთ ხელი ანუ ჩვენ რაღაცა რელიგიური ნიშნით არავის მიმართ მიუღებლობა არ ვჭირს მაგრამ ეხლა როცა გვაქვს უკვე აქ რაღაცა სერიოზული შეშფოთების საგნები უნდა გავაკეთოთ რისი თქმა მინდა საქართველოში აი პირდაპირ მიმართა თქვენი ეთერიდან და გამოსავალს ბოლო 33 წლის მანძილზე ერთი გახსნილი მრეწველობის ადგილობრივი მრეწველობის აი თუნდაც საშუალო სიმძლავრის საწარმო მაჩვენეთ, რომელიც ქართულ პროდუქციას უშუალოდ დამარებოთ თავი ხა ღვინის წარმოებას, ღვინის გატანაცია, ეს ყოველთვის გადიოდა და გამეამბობ ტექნოლოგიური სიახლე. არა და გვაქვს ჩვენ ეს პოტენციალი. არავინ არ უწყობს ამას ხელს. იმის ნაცვლად რომ ჩვენ მოვთხოვოთ, აი გენიალური ისა გვაქვს, რა ქვია, ანაკლის სპორტი. ხელისუფლების ხედვას ანაკლის სპორტთან დაკავშირებით, აი ორივე ხელაწეული მიუსალმები. იქ 51% დაუყენეს ინვესტორს პირო. აქ რატო არ დაუყენე? რამ შეგიშალა ხელი? და იმას ვფიქრობ, ახალგაზრდა კაცია, თქვა პრემიერი, ბევრ საქმეში მხარს უჭერ კიდეც, მაგრამ არის რაღაცა, რომელშიც ვერ დაუჭერ, ანუ მორჩა ეს უკვე მოსმენის გვარი. ერთი რამ ამომიტივტივდა ახლა ფიქრის დროს, თან ხო ფიქრობ ადამიანი მოსმენის. გამახსენდა თბილისი. სომხების რო იყო. კი ბატონო. და მთლიანად სომხების ქალაქი, სომხებს ახლა თავის ქალაქად მეეჩნიათ. კი, არაბებსაც მიეჩნიათ ეს თავის ქალაქად. და ირანელებს? ირანელებს თავისად, რამდენად გავიყოთ ერთი გვითხრა მაინც რა. ხო და გარდა იმისა, რომ ხმლით, ახლა ირანელები მაინც ხმლით შემოსული ხალხია. სომხები ფულით შემოსული ხალხი იყო, ხო? კი ბატონო. ჩვენ კი, კაპიტალისტები ქართველი ვერ გახდებოდა მეეზოვე, ხელოსანი, ძირითადად ეგენი იყვნენ, ხო, ვაჭრები. არა, ვერ გახდებოდა. ვერ და არ ხდებოდა. ეხლა ხდება. ეხლა უარესი კი ბატონო, მაშინ არ ხდებოდა. ჩვენ კაპიტალიზმში არ გვიცხოვრია. და არ ვიცით ეგ რა არის კაპიტალიზმის დროს ექსპანსია როგორი მეთოდებით მიდის. ეგ გამოცდილება არ აქვს. გამოცდილება არა, ჩვენ ხომ ვიცით რაც ხდებოდა და რაც ხდება. და დღეს რაც ხდება. ერთი მუჭა ხალხს დაახლოებით 200 ოჯახის ხელშია. ბრძოლის მაგ პროცესს სომხების თემა მოხსნა კომუნისტების კი ბატონო, სანთელი უნდა უთოთ ბერიას და სტალინს. აი სხვა შემთხვევებში როგორ ებრძოლო ქართველი აი ამ პროცესებს ამ კი ბატონო. აი ძალიან უკაცრავად ხო და რა არის იცი? თუ კი ერთი წუთი თუ ქართველს მოუწია ამისთვის ბრძოლა, ხო? ძალიან ცუდი შეიძლება შედეგი დადგეს ქართველი, იმიტომ ვეხვეწებით და ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ რაღაცა გამოსავალი მონახე. იმ რომ ქართველს ნუ მიიყვან იქამდე, რომ ქართველს მოუწიოს ფიზიკურად ამისთვის ბრძოლა. აი ეს არის სწორედ. მივყავართ აკეთე. ყველა ბატონო? მივყავართ აკეთე. ხო და ყველაფერი არის ხელისუფლების ხელში, მომწონს, არ მომწონს, მოცემულობა, რეალობა ესეა. მომგლა შენი ხელისუფლების სიყვარულმა, მაგრამ მე ხო? ხო და ხელისუფლების ხელშია თორე. შენ როცა გეგულება რაღაც გამოსავალი, მე მოითხოვ არა იმას, რომ მოუარე, არამედ იმას, რომ აი ეს გამიკეთე. თუ განსხვავებაა კი ბატონო. ამონტყოფი ვარ და მომიარე, ეს ერთი მოთხოვნაა, მაგრამ მომიტანე დაუშვათ ესა და ეს წამალი, ეგ მეორე მოთხოვნა. აი ნახეთ რა შეიძლება. უფრო ადვილია რა კონკრეტულად. იცით რა შეა საქმე, როცა ხელისუფლება ხარ, ხელისუფალი ნიშნავს არა უფლებებს, არამედ ძირითადად ვალდებულებებს და მოვალეობას და პასუხისგებლობას. ეს ხო ჩემი სიტყვები არ არის. არ არის ეს ჩემი მოგონილი სიტყვები, ხო? არ შენი მოგონილია, მაგრამ არ შენგან აღარ მინდა რა. აბა ქართული ოპოზიცია ღეჭავს ერთ და იგივე ლუკმას. და რა ქნა, აი ამიხსენით, ავიღოთ იარაღი ხელში
ხანჯლები? მაგას გეკითხებით რომ რა უნახნა. ხო და მაგას პროტესტი რომ დაინახოს ხელისუფლება საბჭოთა კავშირის დროსაც ის ეროვნული მოძრაობა რო იყო ხანჯლები ხო არ გვეჭირა და რევოლვერები ხელში ვიკრიბებოდით აქციები ქონდა რომ საბჭოთა პერიოდში რითი მიაღწია მეგეუნებით ხალხი რომელიც აპროტესტებდა მიაღწია ეუბნებოდა ხელისუფლებას თხოვდა ხო და მაგან დაშალა საბჭოთა კავშირი ვინ ამბობს ახლა ბატონო რამას ნუ გადაგაქვთ ახლა ეს არა მე გამოსავალი მინდა თქვა გამოსავალი არის ხელისუფლების ხელში არ არის ხელისუფლების ხელში ხელისუფლების ხელშია მაგრამ ხელისუფლება უნდა გქონდეს იმის ასე ვთქვათ ჟარგონით ოფსილა რომ ვიღაცის დაკრულზე არ იაროს სულ 33 წელია ჩვენ უყურებთ ხელისუფლებას ჩვენ ეროვნული ხელისუფლება ის რა კიდევ უნდა გქონდეს ხელისუფლების ცვლის მექანიზმი და ბერკეტა კი გეთანხმებით ახსოვს და არა ძახილი რომ აი ეს არის წაგვართოს რეფერენდუმი ხო წაგვართოს რეფერენდუმი კანონებს იღებენ აი ახლა ჩემი პატრიცემული უფროსი მეგობარი ბატონი რამაზე მე სიამოვნებით ვისურვებდი მას საქართველოს პარლამენტში თავისი გამოსწრებით თავისი ყველაფრით მაგრამ დამოუკიდებლად არ დამოუკიდებლად შავბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლად მას დღევანდელი კანონმდებლობა არ აძლევს იმის ისა უფლებას რომ იყაროს გენჯი ისევ პარტიას უნდა მორჩეს ეს პარტიული დიქტატი ასე თქვა აქ კი არა ზოგადად ვამბობს არ გაამართლა ამან ეხლა გამოსავალი კითხვა ბატონო რამაზოვნა ძალიან უცნაურ რაღაცა გამახსენდა უცებ და მე მგონი დამეთანხმება თვითონაც ჯესეთი მთელი მსოფლიო რასაკეთებს დღეს აი ცნობილი გამოთქმა რო არის რა ციტატა მაინც იტყვის ჩემი ჯობს უცილობლობს ვითაჯორი აი ამ პოლიტიკას აწვება დღეს თანამედროვე მსოფლიო ესე რასაც ამერიკა იტყვის წყალგაუვალი ჭეშმარიტებაა ხო რასაც ევროპა იტყვის წყალგაუვალი ანუ შენ პასუხის გაცემის იცი უკვე აღარ არის ამერიკა და ევროპა დავანებოთ თავი ხა ამერიკას ძალიან დიდი დისკომფორტი ბატონ რამას შეუქმნა თქვენ გახსოვს 2010-იანი წლების დასაწყისში ეგეთმა სპონტანურმა მოძრაობამ როგორც იყო ოკუპი უოლ-სტრიტ ერთდროულად სოციალურმა ქსელმა ააფეთქა მთელი ამერიკის საზოგადოება გარკვეული პროტესტანტი ჯგუფები და მარტო ნიუ-იორკში 21 პარკში რაღაც აი ჩორების სკვერი პარკი უცებ გაჩნდა წინააღმდეგობის კერები გამოდიოდა ხალხი ინიციატივით ყვიროდა თქვა პროტესტს გამოხატავდა და რა შეკითხვებს ამდა რატო ფლობს პლანეტა დედამიწის მოსახლეობის 0.1% პირობითად ვამბობ ხა პლანეტა დედამიწის 85-87%-ის მთლიან სიმდიდრეს და კაპიტალს. აი ამ შეკითხვების დასმა რო დაიწყეს მარტო იმ დღეს, რაღაცა რიცხვი იყო, შაბათ-კვირას მოხდა ეს, იმ ორ დღეს ნიუ-იორკის პოლიციას დაშირდა უზარმაზარი ძალისხმევა, რომ ეს კერები ნელ-ნელა ჩაეკრო რაღაცები ეკნა და $6 მილიონი ერთ ღამეში გაძურა პრაქტიკულად ამის. მე რაქნეს ეს კომპანია Facebook-ის და სხვების სოციალური ქსელების უკან მისგანან ეს მილიარდერები შეიკრნენ იქ და იძულებული გახადეს რომ აი ეს მონაცემები რაღაცები დაებლოკ როგორც ქართული ის აკეთებს დღეს ცენზურა ხო საქართველოს კინწურვიზიას რო ვეძახით ჩვენ კინწურაშვილის კანტორას რო ვეძახით ანუ გავრცელების 21 საუკუნეში ინფორმაცია განთავისუფლებულია არ ვრცელდება არაფერი დღეს ჩემზე უკეთ მოგეხსენება ჩემო ძვირფასო რომ უკვე საუბარი დაიწყეს ველურმა კაპიტალიზმმა არ გაამართლა. ხო მართალია? სოციალიზმი არ უნდა ცოცხალი თავით არა და გადარჩენა ხა შვედური სოციალიზმის და სხვა მოდელები ჩემზე უკეთ იცით თქვენ დიდებული ანალიტიკოსი ბრძანდებით და სხვა გზა და ხსნა არ არის. ანუ ძალიან დიდი მასა ადამიანების ამ სოფლიოში რჩება ყველაფერს და დღეს რისი რა ქვია ის შემოტანა სურვილი გაუჩნდათ. ხო არ სადონ სადღაც რომელიღაც პატარა განვითარება ხონდა მისცენ ერთიანად ერთ ვიღაცა დიდ მილიარდერს და უპატრონოს იმ და კორპორაციული მართლობის სისტემაზე უნდათ გადახვევა მეთანხმებით. ანუ ახალ შარამდე მიყავთ მსოფლიო და ამასობაში რაღაცები მოხდება. ძალიან უჭირს დასავლეთს ერთპოლისიანის სისტემის რა ქვია მართლობის დათმობა არ ემეტებათ ამერიკას. ამ დროს სწორად შენიშნეთ თქვენ ჩინეთმა წამოყო თავი. ძალიან სერიოზულად წამოყო თავი და არის პრაქტიკულად პირველი ეკონომიკა. ამიტომ საქართველოს მე ჩემსაც მოგახსენებთ ამ შემთხვევაში სპეციალისტებთან შეჯერებულს და ასე შემდეგ, ხო? ანაკლიის პორტი საქართველოს ხსნა და გადარჩენა იქნება თუ იქ საქართველოს კაპიტალიზაცია თუ რა ქვია
ზეძახიანებას 51%, ანუ უპირატესი თუ ექნება, ხო, თქვა განკარგვის უფლებით და იმით. მერე აი როგორც შვეიცარია იქნა მეორე მსოფლიო ომის და შემდგომ პერიოდში დაცული, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ მთელი მსოფლიოს ფინანსებმა, კაპიტალმა იქ მოიყარა თავი და აბა კაი დედმამიშვილი იყო და ვინმეს რამე გაებედა შვეიცარიისთვის. ახლა შეიძლება არასწორი შედარება გავაკეთო, მაგრამ უცებ მახსენდება უკრაინის ქალაქი უმანი, რომლის 95% ებრაული მოსახლეობაა. ერთი ბომბი არ ჩამოვარდნილა იქ. ახლა გამიგებს რასაც ვლაპარაკობ, ხო? ამიტომ გამოსავალი ტერიტორია ცისია ის უმანი, რომ იქ ძნელია ჩამოვარდნა. გამოსავალი ახლა სტალინის ცნობილი გამოსათქმის არ იყოს, მე მეგონა ხალხის დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავდა, თურმე ამერიკელის ის არის ამერიკის რუზველტს უთხრეს, მე მეგონა დემოკრატია. ანუ მიეჩვიოს უნდა მსოფლიო და მსოფლიო ოლიგარქიათი რომ ასე გაგრძელება მართლა აღარ შეიძლება, მაგრამ ჩვენი თავი ვიცოხოთ. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი კაპიტალი. უზარმაზარი რესურსები. აი, ქალბატონი ელენა აბაშიძე მოგეხსენება თქვენი ძალიან ლაზმოსა და ფანტასტიკური 99-ის რო გახდა პირველი ინტერვიუ გავაკეთე, მანამდე ინტერვიუებით მას ჩემი კოლეგა ჟურნალისტები არ ანებივრებდნენ როგორც წესიდან, მე რო ჩამოსხედი და რაღაცა ვისაუბრეთ, ნამახვანხესის პრობლემა რო იყო, ხო გახსოვთ ყველაფერი. რაში ჭირდებოდა ბატონ რამოს შემოკარგო 16 კილომეტრის სიღრმეში რიონის ხეობის მიწების მიცემა და გადაცემა მისთვის. რა მითხრათ იცით? იქ არის ისეთი ტიაღისეული, რომელიც საქართველოს ეხლა რომ მდგომარეობაში კი არა, ბევრი დიდი ქვეყანა განვითარებული რომ აქვს მდგომარეობა ეკონომიკური იმაზე უკეთეს სიტუაციაში ჩააგდებს. უფრო მეც გეტყვით, საყდრისის იმისი რა ქვია, საბადოებზე ქართველი ჩვენიზე უფროსი ასაკის თაობა დაახლოებით 85 მიტანებული პიროვნებაა ქართველი პროფესორი, ნუ ეხლა გვარზე სახელს არ ვიტყვი, არ მაქვს სინებართვა და იმიტომ ვამბობ, მთელი 7 თუ 9 წელი მუშაობდა იქ საყდრში. და მითხრა, კიდე კარგი ვიღაცებმა არის ის, რაც აქ არის ოქროს გარდა. კიდე კარგიო და იმ ადგილს მართლა რო ვაკვირდები, ხა მე კი ვიცი, მაგრამ რო ვაკვირდები, ხო, ჯერ ახლოსაც არ არიან და ღმერთთან უკრას რომ გინდა დღევანდელი, გინდა წინა და ან გინდა შემდგომი ხელისუფლება მივიდეს. ის უნდა განკარგოს ქართულმა ხალხმა. კი, მაგრამ ოქროთი იწონება ყველაფერი და ოქროს ვერ ამოვიღებდით მეციდან რუსებისთვის რო არ გადაგვეცა. ხაშმის, ეხა ჩემი მეგობარია პროფესორი თემურ ჯაგონიშვილი, ხაშმიდან არის წარმოშობილი და იქვე იმაში ქართული წყალს ატევები, სადაც მშვენიერი კალმახი უნიკალური ჯიშის მოყავდა. უკრაინელებს მივყიდე, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ვის მიეყიდება თქვენ, სწორად შენიშნეთ, ხო? არაბებზე კი არ მაგართულება, ყველაზე მაგართულება, ვინც არასწორი ინვესტიციით შემოდის აქ. და სინამდვილეში გამოდის, რომ ინვესტიცია კი არ არის ეს, ჩუქნით მიწებს. საქართველოს დაპყრობაა. ჩუქნით ყველაფერს. პროფესორმა ნასყიდა დარბოაშვილმა ჩვენთან გადაცემაში სიები დადო, ცხრილი დადო. ყოველი ინვესტორი, რომელიც პირდაპირ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში, 3 წელი მაქსიმუმ და მე უზარმაზარ ინფლაციურ პროცესებს იწვევს. იმიტომ რომ მოგებული თანხა გააქვს უკან. და სინამდვილეში არაფერს არ რისკავს აბსოლუტურად. ჩვენ ეგეც წამგებიანი ინვესტიციები განხორციელებული და სრულად და ერთი წამი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას ვიტყვი. ტექნიკურ უნივერსიტეტში რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობრის შვილმა დაიცვა დისერტაცია, აქვე ცხოვრობს, ძალიან ახლოს, სადაც ჩვენ ვართ ახლა განთავსებული და ეკონომიკის საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით და მოიყვანა კვლევის აი შემაძრწუნებელი ფაქტაჟი ბატონ რამოს. თქვა ბოლო რამდენიმე წელიწადში აი ნაცების დროს განსაკუთრებით განხორციელებული პირდაპირ ინვესტიციების რაოდენობა 30-დან 22 იყო საქართველოს სახელმწიფოსთვის უკიდურესად დამაზიანებელი. მეტი რაღა გითხრას ახალგაზრდა დოქტორმა. არა, შემთხვევით პიროვნებად ხალხი თუ დამთანხმდება ნებისმიერ დროს შემიძლია მოვიყვანო და ვილაპარაკოთ ამას. მე თვითონ დაცვაზე ვიჯექი, წავიკითხე დისერტაცია ვნახე. ეს სერიოზული განაცხადია. კაციშვილი ამის ანალიზს არ აკეთებს. ეხლა ამ კონკრეტულ სიტუაციაში კითხულობს ბატონი რამაზი ძალიან ცოტა დრო გრჩება. ისიც არ არის, იცით, აი ვინც არიან პროფესიონალები, მათ და ხელისუფლების წარმომადგენლის, პრემიერ-მინისტრის მასაც გულისხმობ, მოხდეს რაღაცა საუბარი, კამათი, მსჯელობა და კიდევ ერთხელ ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს სვავს აი ეს არასაჯაროობა ამ პროექტის და რაღაც კომერციული საიდუმლო
მიგოება ხო და თვითონ ირაკლი ყობახიძემს თქვა სხვათა შორის და რატო გონია რომ ამ სიტყვებით თავი გაიმართლა პირიქით ის იმიტომ არისო კომერციული საიდუმლოება რომ იქო სხვა ინვესტორი ესე იგი ხედავთ თურმე რატო ყოფილა რომ მარტო ეს კი არა კიდე სხვა ინვესტორების და ინვესტიციებიც უნდა შემოვიდეს აი ეს არის პრობლემა ეს პრობლემაა რაც არ უნდა უფრო რთული პრობლემაა ვიდრე არაბული თემა მარტო არაბულის გარდა ყველა ინვესტიცია ხო და აი ამ რთული დიდი თემის გადაწყვეტა მინდა მარტო არაბული ჩვენ ახლა ვზრუნავთ რომ მარტო არაბული არა რაღაცით ხო უნდა დავიწყოთ ახლა რა და არა უნდა დაიწყოთ თლიანობით გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს ახლა სიმართლეა და სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ მე თვითონ იმ რაიონში რომელსაც წარმოადგენდა სადაც დავიბადეთ გავიზარდე არის ჩხოროწყუს რაიონში ლუგელას ხეობა ლუგელას ხეობას საქართველოს ხელისუფლება 90-იან წლებიდან მოყოლებული რომ წესიერად დაპატრონებოდა მოევლო გაეკეთებინა დაახლოებით ყოველ წელს 3 მილიარდი დოლარის შემოსავალი ექნებოდა ქართულ ბიუჯეტს რაქნეს ნაცების დროს და ედიკას დროს გაყიდეს ეს გაასხვისეს დღეს ინგუში მეპატრონი ყავს მას მათ შორის მანამდე ქართველი პროფესორი და მეცნიერი და მკვლევარი ამ საკითხებზე იყო ამის ის მაგრამ გააგდეს ის და მთელი სასამართლო პროცესები იყო ეხლა ისეთ მამინდა იქ სოფელი ვერც მიდის ვერც ხმარობს ვერც ვერაფერს ვერ აკეთებს მაგრამ იმ ხეობაში აი ეს ლუგელას ხეობაში ნაცებმა რო გაყიდეს 49 სატყეო უბანი გაყიდეს საქართველოში ხომ ეთანხმებით ამაში მიდიოდა ესე იგი აუწონავი აი უზარმაზარი ოდენობის ხეთხის ჭრა და გამოქონდათ შექონდათ ჩინეთის ეკონომიკურ ზონაში ეგრეთ წოდებულში იმაში რო იყო რა ქვია ქუთაისში და მე ერთხელ ჩემი ჯაბახანა მანქანით გადაუკეტა გზა რაღაცა ის ყავდა ფურგონი და გადაუკეტა გზა და კინაღამ გამიტანეს იმ ძღოლებმა ჩხოროწყუდან რომ გამოქონდათ ეს 3 უზარმაზარი დრაივერი დღეში გამოდიოდა 2 რეისს აკეთებდნენ ქუთაისში მიქონდათ აი უზარმაზარი მორები და გახარიას ფესვები ჩხოროწყუდან არის მასთან რაღაცა შეხვედრას თვითონ მუხურიდან არის იმ სოფლიდან მისი მამამისი და ისინაბრები მისი და შეშივლე მოსახლეობამ კაცო უკვე ეგ შეწუხდნენ ძალიან სერიოზულ დონეზე დაინტერესდა და ხელშეკრულების პირობები ამოწიეს. აი ნახეთ ახლა რას ვლაპარაკო. და ესე იგი იქ ეწერა იმას რომ ინვესტორს თქვათ, იმ ჩინელი ინვესტორს უნდა კაფვა დაეწყო ქვედა ძირიდან და თუ იმიდან და დაერგო ყოველი გაკაფული ხეების ადგილას ახალი და წამოსულიყო ის იმ წაბლის ხეები და წაბლის კორომი და იმის არაფერი არ ქონდათ გაკეთებული. პირველი ჯარიმა ზუსტად ვიცი რაოდენობა 4.5 მილიონი ლარი აკიდეს. იმან დაიწყეს ფართხაფურთხი კიდევ მეორე იყო 3.8 თუ 9 მილიონი კიდევ და მე გაკმდეს ხო წავდი. ანუ სახელმწიფოს თავისუფლად აქვს ხელეწიფება იმისი შესაძლებლობა მონდომების შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატაროს მონიტორინგი და გააკეთოს. უფრო მეც გეტყვით ერთ-ერთი გამოძება მქონდა მე და ნუ მე ვეღარ გავაგრძელე ამ ჩემი გრაფიკის გამო. ჭიათორმარგანეცის რო არის გასხვისებული და ინვესტორს რო აქვს. ექსპერტი ეკონომიკის სამინისტროდან ერთი წესიერი ბიჭონებური ბიჭი, კოლხი ბიჭი, რომელმაც გააკეთეს გამოძიება, დაახლოებით ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 36 მილიონამდე იყო საუბარი, თავს დააჯარიმეს. ერთი თეთრი არა გადახდული ბიუჯეტის სასარგებლო და ამ იმას. ნახეთ, როგორ სათბურის პირობებს უქმნიან, კაცო. ამიტომ ყველა საინვესტიციო პროექტი არის გადასასინჯი. იქნება სახელმწიფონება, ყველა მოჯდება თავის ადგილას. არ იქნება და კარგად იყოთ რა. ბევრი პარტია და მისი ჯანი. თქვენ მაინც კონკურენცია უნდა შექმნა. მაინც ეს ხელისუფლება უნდა იმას ვქნათ. ანუ თქვენ რას ესე იგი სიტუაციას გადაარჩენს არა ეს ხელისუფლება, არამედ ამ ხელისუფლების დამარცხება არჩევნებში. ხო რა. ისე არაფერი არ გვეშველება. არა, ხალხი თუ გამოეფინა ქუჩაში, ძალზედ პროცესები დაიწყება. თქვენ ძალიან კარგი პასუხია, დიდი მადლობა. მეც ასე ვფიქრობ, რომ ამათ ხელში არაფერი არ გვეშველება და ალბათ იცი ამათ შენთვის თავარია ამათ ხელში. არა, რატო არა, ჩემთვის თავარი. თქვენ თვითონ ამბობთ, პარტიულ ბრძოლაზე გადაგყავს საქართველოს. მე გადაგყავთ, თქვენ გადაგყავთ. ნახეთ ბატონო რამაზ, როგორც თქვენს თქვით, რომეროლანსაც აქვს, როცა ზამბარა დაძაბულია, იწვევს პატარა ბიძგიც კი იწვევს, აი ამ პატარა ბიძგის ვითარებაში ვარ და რასაც თქვენ ამბობთ, ის აუცილებლად მოხდება. იმიტომ რომ სხვა საშუალება უკვე აღარ არის.
არა, უკვე კი არა, ამ წყობაში სხვა არა გაქვს რა. დიდი მადლობა. ცუდი მოცემულობა გვაქვს ძალიან. ჰა? ცუდი მოცემულობა გვაქვს ხელისუფლების დაუფიქრებელი პოლიტიკის გამო. დაელაპარაკე რა შენ ხალხს, კაცო. რა პრობლემაა ეს ვერ გავიგე. არ მინდა ავირჩიო საზმაუში დაელაპარაკება ამ ხალხს. ბატონო რამაზ. მე წინამდე კი ვარ რომელიღაც ერთ პარტიაზე არც ერთი პარტია არ მინდა, კაცო, დაუძახო. 60 წელი რას ვაკეთებდით აბა? კი, მაგრამ გამოგვადი რა. დაუძახონ ყველა ერთი პარტიას გადაცემის საზმაუში და დავსვან ისეთი შემოაგდეთ, მაგრამ არა უშავს გავდაგრძობთ, იმიტომ რომ ეს უკვე სხვა გადაცემის თემაა, რაზეც თქვენ საუბრობთ. დიდი მადლობა. ერთი წუთით ბატონ რამაზ დავემშვიდობები მაყურებელს და მსმენელს. გმადლობთ. ფაქტია, გელოდებით ზეგ 30-ში კვირა დღეს 4 საათზე რუსთაველის ძეგლთან. იმიტომ რომ დიახ და ჩვენი გაგვიხარდება თქვენი ნახვაც ბატონო რამაზ. ისე რომ გელოდებით იქ რუსთაველის ძეგლთან 4 საათზე 30-ში კვირას. ნახვამდის.